საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის გამო პროკურატურაში კიდევ ორი საქმე გადაიგზავნა. თია წულუკიანის განცხადებით გიორგი ვაშაძეს და ნიკა მელიას კომისიის მოთხოვნის შესახებ პროცედურის სრული დაცვით ეცნობათ. თუმცა მათ მაინც 359 მუხლის დარღვევა გადაწყვიტეს. ყენებ კენჭისყრაზე საკითხს, რომ გიორგი ვაშაძის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით გადაეგზავნო საქართველოს პროკურატურას. ახსნა განმარტების მოსაცემად, როგორც იცით, მოწვეული იყო ბატონი ნიკა მელია. მას შეტყობინება გაეგზავნა, დადასტურებულად აქვს სამდივნოს დოკუმენტები, რომ მან ეს შეტყობინება მიიღო. მან ჩათვალა, რომ აქვს უფლება სამდივნოსთან ჰქონდეს ზრდილობასთან მწყრალი დამოკიდებულება და აბუჩად აიგდო ეს შეტყობინება. მან სავარაუდოდ გადაწყვიტა, რომ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლი. ნიკა მელიას საქმეც გადაგზავნილია საქართველოს პროკურატურაში. კითხვებზე პასუხის გაცემას ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არ აპირებენ. მათ სოციალურ ქსელში მხოლოდ ის დაწერეს, რომ პროკურატურაში დაიბარეს. პროკურატურა მოდი და გაგვესაუბრე წულუკიანს რა დარიახლეო. ახლა პროკურატურა მიბარებს წულუკიანთან რატომ არ მიხვედიო. მერე სასამართლო დამიბარებს პროკურატურაში რატომ არ მიხვედიო. ვაი თქვენ 3 აპრილს კომისიის ხდომაზე გამოუცხადებლობის გამო გივი თარგამაძე დღეს საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა. პოლიტიკოსის საგამოძიებო კომისიას რუსულ პროექტს უწოდებს და უნდობლობას უცხადებს. მაქვს სრული უფლება, რომ სრული უნდობლობით ვიყო განწყობილი როგორც ამ კომისიის მიმართ, რომელიც რუსების შეკვეთით არის შექმნილი. გარდა მაგისა, სუფთა პოლიტიკურად ეს არის არალეგიტიმური სტრუქტურის, არალეგიტიმური პარლამენტის ერთ-ერთი დანაყოფი და შესაბამისად ასევე ვარ განწყობილი სრული უნდობლობით პროკურატურის მიმართ, რომელმაც ჩემი აფეთქების საქმე დემონსტრატიულად არ გამოიძია. საგამოძიებო კომისიის მიზნებს კიდევ ერთხელ განმარტავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. შედეგად კი ეს ძალა პოლიტიკაში აღარ უნდა დარჩეს. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს ყველაფერი, რაც არის დაკავშირებული წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან და რაც ყველაზე მთავარია, ბუნებრივად უნდა დადგეს შედეგი და ეს შედეგი უნდა იყოს იმ ძალების ჩამოშორება ქართული პოლიტიკიდან, რომლებმაც არა მხოლოდ წარსულში შეედინეს დანაშაულები, არამედ მომავლისთვისაც უქადდნენ ასეთი დანაშაულების ჩადენას ჩვენს ქვეყანას. საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის გამო სასამართლოს გადაწყვეტილებით მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული. სასამართლოს ხდომები კი ჯერ კიდევ წინ არის.